თავთ პირდაპირ ეთერში განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს. კოლეგებო, პირველ რიგში გადავალ სამუშაო რეჟიმზე ტრადიციულად რამდენიმე განცხადებას გავაკეთებ. პირველი შევეხები დასაქმების თემას, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დასაქმების და შესაბამისად უმუშევრობის მონაცემები, როგორც მოგეხსენებათ, მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, დაფიქსირდა 13.7%, შარშან ანალოგიურ პერიოდში უმუშევრობა შეადგენდა 16.7%, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 3%-ული პუნქტით, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრიორიტეტი. ჩვენთვის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 19,100 ადამიანით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 51,300 ადამიანით. ერთ წლის განმავლობაში შეიქმნა 60,000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად და საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. უკვე მეოთხე წელია, წინა 3 წლის განმავლობაში ჩვენ საშუალო ეკონომიკური ზრდა გვქონდა 9.7%, წელსაც ვინარჩუნებთ 9%-იან მაჩვენებელს და ვფიქრობთ, რომ გვექნება წლის ბოლოს ძალიან კარგი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის კუთხით. რა თქმა უნდა, სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც იძლევა უმუშევრობის შემცირების საშუალებას, დასაქმების ზრდის საშუალებას და ასევე ყველას მოგეხსენებათ, რომ მეტი დასაქმებული ნიშნავს ბიუჯეტში შეტანილ მეტ გადასახადს, რაც მთავრობას მისცემს ბუნებრივია მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, არსებული პროგრამების გაფართოების საშუალებას. მომავალშიც ეს დარჩება, რა თქმა უნდა, ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად. მეორე საკითხი, რაც მინდა შევეხოთ, ეს არის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული საკითხი. ქართულ ჯარზე ზრუნვა არის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას. და ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რაზეც მინდა კიდევ ერთხელ ყურადღება გავამახვილო. 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ ეს პროგრამა წარმატებით მივიდა ბოლომდე. პროგრამა უნდა გაგრძელდეს და მე მინდა ვთხოვოთ თავდაცვის მინისტრს, რომ მოამზადოს გეგმა, შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ჩვენ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში, რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც. შემდეგი საკითხი, ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით და თქვენ იცით, რომ ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული, მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. და ჩვენი ეროვნული გმირის ერეკლე მეორის პატივის მისაღებად კახეთის გზატკეცილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მე ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვეტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით. და ბოლო საკითხი, რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება, ჩვენ არ შევკვირებულ ვართ ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც მივახციეთ ამ ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა. 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი, ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა ეს დიდი წარმატება მოგილოცოთ. ასევე დაფიქსირდა 24 ადგილი, რაც არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი 204 ქვეყანას შორის. საქართველო გავიდა 24 ადგილზე და რა თქმა უნდა ყველას მინდა მოგილოცოთ. ეს ძალიან დიდი წარმატება და რა თქმა უნდა პირველ რიგში ულოცავ თავად ოლიმპიელებს, მათ მწვრთნელებს, საექიმო პერსონალს და მთლიანად იმ გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ
თამაშებზე დღეს დამტკიცდება უკვე საბოლოო მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც დაპირებულ პრემიებს მიიღებენ ჩვენი ოლიმპიელები, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები. ასე თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უმაღლეს ჯილდოებზე წარვადგენთ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, ჩემპიონები წარვადგენთ გამარჯვების ორდენზე, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, რაც შეეხება პრიზიორებს, ისინი წარვადგენთ ღირსების ორდენზე და დამატებით ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიური გუნდის კონკრეტული წევრები წარგვედგინა ასევე უმაღლეს ჯილდოებზე. ესენი გახლავთ ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც წარვადგენთ ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ეს არიან ოლიმპიური გუნდის წევრები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული მიღწევები. ისინი ორივე გახლავთ სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური ჩემპიონები და სამივე სინჯის მფლობელები არიან და ასევე ისინი არიან მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები და ამ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ისინი წარდგენილი არიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ასევე გურამ თუშიშვილი და ვაჟა მარგულაშვილი, ისინი არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები, წარვადგენთ ღირსების ორდენზე. და ასევე ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების მწვრთნელები, ესენი არიან გუნდის მწვრთნელები, ასევე პირადი მწვრთნელები. ჩამოთვლილ მათ ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, ლომერ ჟორჟოლიანი, ამბაკო ავალიანი, გიორგი ანტბელიძე, დავით ხურცია, გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოგიძე, ბეჟან ჯიჯინავა, ილია ტლაშაძე, ალექსი ღვინიაშვილი, კახა ციკლაური, არჩილ ბარამიძე, ლევან ქობულაშვილი, მირზა ხაბარელი, გია ობოლაძე. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადოთ, ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი სპორტსმენის წარმატებაში და რა თქმა უნდა თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელზეც ისინი არიან წარდგენილი და ბოლოს როგორც მოგეხსენებათ იუნიორთა ჩემპიონატი გაიმართა, მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მიულოცო ძალიან დიდი წარმატება და ასევე ნიკოლოზ მაისვადაძეს მინდა მიულოცო ვიცე-ჩემპიონობა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეთდება მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ ამ ტენდენციას ხელი შეუწყოთ და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წლებში კიდევ უფრო დიდი წარმატებები ექნება ქართულ სპორტს, რისთვისაც ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს ძალისხმევას არ დავაკლებთ. მადლობა ყურადღებისთვის, გადავიდეთ სამუშაო რეჟიმს. ეს იყო პირდაპირ ჩართვა მთავრობის ადმინისტრაციიდან და პრემიერ-მინისტრის